კითხვები, რომლებიც თქვენ გიჩნდებათ, თემები, რომლებზეც საზოგადოებაში საუბრობენ, მოვლენები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ხდება. ჩვენ თქვენთვის ვაჯამებთ ყოველ სამუშაო დღეს. გადაცემა რეზიუმე. მერაბ მეტრეულთან და დიანა ტრაპაიძესთან. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დებატებს, ჩვენი თემა იქნება ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმრები არიან ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი და თეა თუთბერიძე, თავისუფლების ინსტიტუტი. რეზიუმე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველი კითხვა მექნება ლევანთან, თუმცა ვიდრე ლევანს კითხვას დავუსვამ, მინდა ჩვენ სვენელებს შევახსენო, რომ მათ შეუძლია ჩვენ გვიყურონ მის სამართზე პალეტრატივი წერტილიჯი, აქვე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი კომენტარები, შეგიძლიათ ასევე დაგვირეკოთ 237 139 238 139 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომრები. ბატონ ლევან, წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბრალოდ ამ კვირას ქრისტიან-დემოკრატები თანამდებობებზე ამორალური პირების დანიშვნისა და ერთსქესიანთა შორის ქორწინების აკრძალვაზე კონსტიტუციურ გარანტიებს ითხოვენ. იქნებ გითხრათ რა სიტუაციებს თქვენი ინიციატივა კონკრეტულად, ვინც არ იცის, მოკლედ რომ ჩააყენოთ საქმის კურსში. კი ბატონო, ეს არის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის, მათ შორის ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყანაში არსებობს. ეს სტანდარტი შეესაბამება, იცით რომ 49 ევროსაბჭოს წევრი ქვეყნიდან 41-ში თუ 2-ში არის ერთსქესიანი ქორწინებები აკრძალული, მათ შორის 4 ქვეყანაში ევროსაბჭოსი და ევროკავშირის 2 ქვეყანაში თუ 3 ქვეყანაში კონსტიტუციის დონეზე არის ეს გარანტირებული. ეს ქვეყნებია ევროკავშირის პოლონეთი, უნგრეთი და ესტონეთი, სადაც კონსტიტუციის დონეზე არის დაფიქსირებული, რომ სახელმწიფო აღიარებს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას და ბუნებრივია ამ სტანდარტის დაფუძნებას კონსტიტუციურად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავლის საქართველოსთვის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ამუშავდება 1 წელიწადში ახალი ნორმა, წელიწად ნახევარში, რომელიც ნიშნავს, რომ კონსტიტუციის შეცვლისთვის წელიწად ნახევრის მერე 2013 წლის შემოდგომიდან იქნება 3/4, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მყარად იქნება ეს სტანდარტი დამკვიდრებული ქართულ რეალობაში და მიგვაჩნია, რომ ეს არის აუცილებელი მომავლისთვის. ეხლა რაც შეეხება ზოგადად საუბარი მორალზე, მორალი ბუნებრივია ეს ისეთი თემა, რომელზეც შეგვიძლია ასე ვთქვათ, დიდხანს ვიკამათოთ ვისთვის რა არის მორალი, ჩვენ ძალიან მარტივი განმარტება გვაქვს, იმიტომ რომ იმის გამო რომ ჩვენ პოლიტიკაში ვეფუძნებით ქრისტიანულ ეთიკას, იმიტომ ვართ ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები, მიგვაჩნია რომ მორალი არის სწორედ ის კატეგორია, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ამ ეთიკას და ქრისტიანული ეთიკისთვის ბუნებრივია ძალიან ბევრი ის სტანდარტი, რომელიც შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის იყოს ძალიან ჩვეულებრივი. მე ამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გულისხმობ საკმაოდ მცირე ნაწილს საბედნიეროდ. ჩვეულებრივი ქრისტიანულ ასე ვთქვათ ეთიკაში ეს ჩვეულებრივად და ნორმალურად არ ითვლება, ამიტომ თუ ვინმე საუბრობს ამორალურ ასე ვთქვათ ამ ტერმინით, რომ თუ ვინმე არის შეურაცხყოფილი, ნუ იქნება შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ ისინი ქრისტიანულ ეთიკის სტანდარტებში ბუნებრივია ვერ სხდებიან და ეს მე მგონი არავისთვის შეურაცხყოფილი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის ის, რაზეც ვეფუძნებით ჩვენ და ეფუძნება ქართული სახელმწიფო ამდენი საუკუნის განმავლობაში. ამიტომაც გარდა ამისა ჩვენ მიგვაჩნია რომ პრეამბულაში სწორედ უნდა იყოს ნახსენები რომ ესე იგი ჩვენი ასე ვთქვათ პრეამბულა ზოგადად განსაზღვრავს სულისკვეთებას მთელი კონსტიტუციის და რაღაც რამოდენიმე პრინციპი უნდა იყოს ჩადებული, მათ შორის მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს ჩადებული ისიც რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა სწორედ ეფუძნება იმ მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს არის დაახლოებით 18 საუკუნიანი ტრადიცია, რომელიც ჩვენ მოგდებს და ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანია მე ვფიქრობ ჩვენთვის ეს ისევე როგორც სხვა შორის ევროპის იმ ნაწილისთვის, იმ ოჯახისთვის, კონსერვატიული ოჯახისთვის, რომელსაც ჩვენ მივეკუთვნებით, სადაც ეს სტანდარტები, ხა მე ჩამოვედი შვედეთიდან, შვედეთში არის სამთავრობო კოალიცია, სადაც არიან ქრისტიან-დემოკრატები და ერთ-ერთი თემა, ორი თემაა იქ, რაზეც თავად სამთავრობო კოალიციაშიც კი არ არის საერთო აზრი, არის სწორედ ეს არის უმცირესობების ქორწინება და მეორე არის ხელოვნური განაყოფიერებით ბავშვის გაჩენა, რომელიც ასევე მიაჩნიათ, რომ ქრისტიანულ სტანდარტებში და ეთიკაში არ ჯდება და შესაბამისად ეს დისკუსია არის ისეთ ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაშიც კი როგორც არის შვედეთი, საკმაოდ აქტუალური არათუ ჩვენი ქვეყანა, სადაც თავარი პრობლემა მე ასე მიმაჩნია ჩვენთან არის სწორედ ის, რომ არსებობს ძირითადი პრობლემა, რომელიც გამოითქვა ჩვენი მეორე მხარეს თქო ოპონენტი მხარისგან, ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ბუნებრივია არსებობს გარკვეული სტანდარტები,
ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენ ოპონენტი ყავთ თქვენ და მოусმინოთ რა პრეტენზიაა ძირითადად და შემდეგ გავცეთ პასუხი იმით ისე რომ არ გამოგიდეთ თქვენ უწევთ ოპონენტებს საკუთარ. წინასწარ დავიწყე პასუხების გაცემა და კალოდიას მოусმინოთ და კალოდიას მოусმინოთ. ეს ინიციატივა წავიკითხე ინტერნეტში, რომელიც კი ბატონო, მოდით მე წავიკითხავ ცირეს მაშინ ამ ინიციატივიდან როგორ ჩამოყალიბდა ეს ცვლილებები. ცვლილებების მიხედვით საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერ სახელმწიფო თანამდებობა, რომელიც განათლებით, პროფესიით და ასევე მორალური ქცევით აკმაყოფილებს კანონის დადგენილ მოთხოვნებს. განათლება, პროფესიონალიზმი და მორალი არის ნებისმიერი ქვეყნის სამთავრობო ფორმირების უპირველესი საწყისი და მთავარი კრიტერიუმები, ამბობენ ქრისტიან-დემოკრატები. მიაჩნიათ, რომ დაუშვებელ მკრეხელობა ჩათვლის ყოველი ქართული თუ უზნეო გალოთებულ, განარყოფილ და სქესობრივი გაყოლების ცნობილ ადამიანს მისცემენ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას. გისმენთ? პირველ რიგში მივესალმები კიდევ ერთხელ ამ გადაცემის მსმენელს თუ მაყურებელს და ბოდიში მოვხდი თუ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მე ვერ შევძლებ სერიოზულად საუბარს. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს ინიციატივა 21 საუკუნის საქართველოში ვერასოდეს ვერ განხორციელდება. ალბათ ქრისტიან-დემოკრატები უფრო ადრე უნდა, ასე ვთქვათ, მის ამ პარტიის წარმომადგენლები უნდა დაბადებულიყვნენ და შეიძლება მაშინ მეტი პერსპექტივი თუ შეიძლება დავასრულებ, შეიძლება უფრო მეტი პერსპექტივა. მარტო ჩვენ არა, ძალიან სხვა შორის ძალიან ბევრი ის პარტია, რომელიც ევროკავშირის წევრები არის. ჩამოვლება, ვადროთ. ჩამოჩიტო ცხოვრებას. მე ვფიქრობ, რომ ამ პარტიას ალბათ ქრისტიან-დემოკრატების ნაცვლად ქრისტიანი ფაშისტები ან ქსენოფობი ქრისტიანები უფრო, ასე ვთქვათ, შეეფერებოდა. ძალიან არასერიოზულია ეს ინიციატივა. მე კიდევ ერთხელ, როდესაც დამირეკეს და მთხოვეს ამ გადაცემაში მოსვლა ამ თემაზე, როგორ გითხრათ, საკმაოდ გაგაწყვეტნი. ლევანი ამბობდა, რომ ბევრ დასავლურ ქვეყანაში არის ეს დგას ეს პრობლემა. არა, ნუ ეხლა ბევრ ქვეყანაში არის მიდრეკილება, შეიძლება გარკვეული, ასე ვთქვათ, ნაწილი ადამიანებისა ქსენოფობიისკენ, ფაშისტური რაღაცა. თუ შეიძლება ერთი წუთი. პოლონეთში მთელი პოლონეთი ქსენოფობიურია? ერთი წუთით. თუ შეიძლება. რა ხა შეურაცხყოფას კი ხალხ ქსენოფობი მეუბნები გეკითხები ხა რა არის ქსენოფობია? თქვენ არ თვლით შეურაცხყოფა? რა არის ქსენოფობია? შეიძლება დამასრულებინოთ? არ დამასრულებინოთ ეს თქვენი უკულტურობის, ასე ვთქვათ, მანიშნებელი იქნება. ჯერ ქსენოფობი ხარ, მე უკულტურა ხარ. შეიძლება. ცოტა კულტურულად მოიგეთ თეა, ძალიან ეხა სხვადასხვა არაფერის დილობა არსებობს და უკულტურა და ქსენოფობის ეს ამ ქვეყანაში საბავშვო ბაღში არა ვარ თუ შეურაცხყოფები ვეძახოთ. ერთი წუთი თუ შეიძლება რა თქვენ ბრძანდებით დეპუტატი ხართ საჯარო ფიგურა, რომელსაც გაქვთ თმენის ვალდებულება. განსხვავებით ბევრი ადამიანისგან, რომელიც შეიძლება, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ თქვენს ჩვენი კანონის განმარტებით თქვენ საჯარო ფიგურაა, თუმცა სამწუხაროდ ხარ. კი ბატონო, უბრალოდ ელემენტარული ძილობის, ნუ მე სამწუხაროდ მივიჩნევდი, რომ თქვენ საჯარო ფიგურა არ უნდა ბრძანდებოდეთ და მით უმეტეს პარლამენტში არ უნდა იყოს ესეთი ფაშისტური, ასე ვთქვათ. კი ბატონო, თუ შეიძლება ერთმანეთს იქნებ კი ბატონო, ლევან, წამყვანმა უზრუნველყოს, რომ არ გავაწყვეტინოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს ინიციატივა, რაც არის დაყენებული ამ პარტიის მიერ, ვერასდროს ვერ გავა ჩვენი ქვეყნის პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ ამაში, უფრო მეტიც მე ნამდვილად მჯერა იმის, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი განსხვავებით იმ რაღაცა ფაშისტური წარმონაქმნებისგან, რომლებიც ქუჩაში ხვდებიან ადამიანებს და თავში ურტყავენ იმის გამო, რომ მათ განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ესე არ ფიქრობს, ქრისტიანობა აბსოლუტურად არ გამორიცხავს იმას, რომ შემწყნარებლური იყო განსხვავებული შეხედულებების ადამიანების მიმართ და მით უმეტეს თუ კარგად გავეცნობით ამ რელიგიას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ყველაზე ლიბერალური. ამიტომ ნუ მანიპულირებთ გარკვეული რაღაცა, ასე ვთქვათ, საკითხებით. მე თუ შეიძლება მე ისეთ შტაბელზე ვარ ჩემო, ჩვენ სხვა რამეზე ვარ. არა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ. მე ვიცი რაზე წაკითხული მაქვს ნამდვილად კომენტარებიც მაქვს. საწერი აქვს, რომ სარმე ვინმეს თავში ვარტყათ, ხო ჯვრები ვარტყათ თავში, ხო? თუ შეიძლება, ეს არის ისეთ ინტერპრეტაციას აქვს, რომ არასერიოზულია. არა, პირდაპირ ამ სიტყვებით არ გიწერიათ, მაგრამ ეს არის თუ შეიძლება. პუნქტობრივად გავიაროთ. შეგიძლიათ გავიაროთ პუნქტობრივადაც, მაგრამ ეს არის ინიციატივა, რომელიც დარწმუნებული ვარ იმ ქვეყანაში, რომელ ქვეყანასაც
ჩვენ ვაშენებთ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო და ეს მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა ბევრი გვიკლია ალბათ იმ დემოკრატიამდე, რომელ დემოკრატიასაც მე ვისურვებდი და არა მხოლოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერასდროს ვერ გავა. ნუ ამ შემთხვევაში გარკვეული პარტიები ხშირად სპეკულირებენ ხოლმე გარკვეული თემებით, რომელიც მათ გონიათ, რომ საზოგადოებაში არის პოპულარული, რომელიც გონიათ. იცით რა არის? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პოპულარული. მე ვფიქრობ, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება არის ადამიანის პირადი ცხოვრება და მე ვერ განმისაზღვრავს ვერც ლევან ვეფხვაძე, ვერც გიორგი თარგამაძე და ვერც ასე ვთქვათ, ვერც ერთი მისი პარტიის წევრი რა არის ამორალური თუ მორალური ის რაც ჩემთვის არის ამორალური გითხარით ხო? თქვენთვის რო არის ამორალური ეს არის არ ნიშნავს ამ შემთხვევაში მორალი თქვენთვის სხვა არის და ჩემთვის შეიძლება სხვა და კიდე ვიღაცისთვის სხვა. ამიტომ ამის განსაზღვრა არის ძალიან არასერიოზული. აქედან გამომდინარე, საერთოდ ამ თემის ესე დაყენება ეს მთლიანად არასერიოზულია და ის წინადადებები რაც იქნა მათი მხრიდან წამოყენებული, სწორედ ამიტომ საუბრობ. ანუ სისულელე აბსოლუტური სისულელე ლაპარაკობთ არტი წაგიკითხავთ. რა ამორალური და ესა აქ ლაპარაკი არის ძალიან მარტივ შეზღუდვაზე რომელიც ევროკავშირის 4 ქვეყანაში არსებობს და ეხლა თქვენ დაჭექი და უკითხეთ იმ ქვეყნის პარლამენტის წევრებს ნოტაცია ლევან ძალიან თქო ლევან ძალიან დიდი ნოტაციებს გიგითხავთ კი არა მინდა გაყენათ აქ მორალის ასე თქვა სტანდარტების თქვენ მინდა გაყენათ მორალის სტანდარტების ასად ვიღაცა დგას ჩემთვის მორალი და თქვენთვის თქვენ ჩემთვის ვერ იქნებით ვერც თქვენ ვერ იქნებით ვერასოდეს ვერც მორალი გველოდება ვერც დემოკრატიის შუქურა იქნებით ეს არ არის თემაზე საუბარი. ეს არის რომელიც ჩვენ მოგზდებს ეს არის ქრისტიანული ეთიკა და ამას უნდა ეფუძნებოდეს მორალი. თქვენი ქრისტიანული ეთიკა აბსოლუტურად განსხვავდება. ვერ ამორალს მთავაზობთ. კარგით, კითხვა. ჩემთვის მორალი არის ერთი წუთი თუ შეიძლება რა თქვენი მორალი ჩემი მორალისგან აბსოლუტურად განსხვავდება და ჩემთვის ყველაზე მთავარი ამ ქვეყანა ნამდვილად ჩემთვისაც საბედნიეროდ ჩემთვის ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში არის რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო რომ იყოს გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი და საბედნიეროდ ჩვენი ქვეყანა ში არის დღეს ისეთი კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც არის ძალიან ლიბერალური და მე ვამაყობ იმით, რომ ეს ამ კანონის შემუშავებაში თავისუფლების ინსტიტუტი დიდი მადლობა. ამაზე ვისაუბრეთ. ამაზე ვისაუბრეთ. თუ შეიძლება რაშვეში ერთსქესიანი ქორწინებები, არაფერ შვეში არ არის, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების უფლება, არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს მათ პირად ცხოვრებაში, არავის არ აქვს თუ შეიძლება თუ შეიძლება ლევან მოდი წავიკითხოთ ლევან მოდი წავიკითხოთ კონკრეტული პუნქტი შენ რა უფლება გარეთ რას გააკეთებს ეს განუსაზღვრო თუ მას ამის უფლებას მიღებული არის ეთიკის კოდექსი ჟურნალისტური პროფესიულის და ნებისმიერ არა იმიტომ რომ მაშინ შიშულებმა ვიაროთ მაშინ პორნოგრაფია დაუშვათ პრობლემა არის პირველ ცხოვრება რასაც უნდა რუსთავაზე იმას გააკეთებ რატო არ უშვებ მაგას რატო არ უშვებ რომ ქალმა და მამაკაც თუნდაც ტრადიციული იყოს მაგრამ რუსთავაზე თავისუფლების მოედანზე ქონდეს სექსი რატო არ უშვებ ერთი თხოვნა როგორ უკაცრავად რა ეხა შენ მაგას უკაცრავად დიდი ბოდიში რის უფლებასაც შენ გაძლევს ჩემო კარგო კანონი რა მაგის უფლებას გაძლევს შენ პახვი და რუსთავაზე დადგე და რა შიშულმა ირბინო მაგის უფლებას გაძლევს კანონი ლევან აქ სხვა რამეზია საუბარი ლევან სხვა რამეზია საუბარი თეა გეკითხება იმაზე რომ რა უფლება შენ გაქვს ის უნდა კონდეს სხვა ანუ გაშიშვლების უფლება შეიძლება არავის არ კონდეს ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე რომ გამოხატ ვერასოდეს ვერ იქნება ჩვენს ქვეყანაში ვერასოდეს ვერ იქნება და არასოდეს არ იქნება იმედს ვიტოებ რომ განსხვავებული უფლებებით სარგებლობდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ესენი იქნებიან ერთსქესიანი თუ იქნებიან უფლებებს გრძალავ ქორწინების უფლებას რო უგრძალავ და არა სახლში შენ რა უფლება გაქვს აუკრძალო ადამიანს გამოვიდეს ქუჩაში დიდი ბოდიში ის იქნება ერთსქესიანი თუ იქნება არა ქუჩაში გამოსვლაზე არ არის ახლა ვიცი რადაც არის საუბარი მოდი მივცეთ საშუალება წაიკითხოთ კი ბატონო და მოდი წაიკითხეთ არა გაქვს სასაცილოა იმიტომ რომ რო წავიკითხე შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემ გვერდზე და ნახოთ რა კომენტარია ხო მაგრამ იქნებ მსმენელებმა არიციან ზუსტად და ლევან ვიდრე წაიკითხავთ არა ზოგადად თქვენი კომენტარები ლევან ვიდრე წაიკითხავთ ორი მსმენელი გველოდება დიდი ხანია მოусმინოთ და გავაგრძელოთ გამარჯობა გისმენთ ალო დიახ გისმენთ თუ შეიძლება ცოტა ხმამაღლა გამშვიდობისა. დიახ, გისმენთ. იცით რა არის ერთ-ერთ შემას ვიტყვი რა. სიბინძურე არ შეიძლება დემოკრატია იყოს და ბინძური ხალხი დემოკრატია არ უნდა ეფარებოდეს უკან რა. კარგით, გასაგებია. დიდი მადლობა. მეორე მსმენელსაც მოусმინოთ. გამარჯობა გისმენთ. ალო, გამარჯობა. იცით რა, მე კითხვა მაქვს ესეთი. როცა არის ცალსქესიანი ქორწინება, იზღუდება, ილახება თუ არა ბავშვის უფლება, რომელიც აყავთ მათ შვილად. კი ბატონო, ეს შეკითხვა არის ალბათ. ის არა აქ არჩევანი, ხო, პატარა. იქნება არ უნდა ორი მამა ყავდეს ან ორი დედა. აი ეს მაინტერესებს.
კი ბატონო, დიდი მადლობა. მოდით კიდევ ერთ ძარცაც მოусმინოთ, ჩავინიშნოთ შეკითხვები და გამარჯობა გისმენთ. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობა. დიახ. მიცით ისა შეკითხვა მოქვს მე ქაოტონ თეასთან. დიახ. ესე იგი ვინ უნდა ის იყოს, არავინ არ უშლის ადამიანს უნდა იყოს ესეთი თუ ისეთი, მაგრამ პროპაგანდას გააკეთებს და თქვა სხვას რა იგულისხმება პროპაგანდაში? ჭყალებში თავშქვა უხლია ვინც უნდა ერთ პროპაგანდაში რა იგულისხმება? ასკესიანი. პროპაგანდაში რა იგულისხმება გეკითხებათ თეა? ვიცით პროპაგანდაში ის იგულისხმება თქვა ჩემ შვილს ნუ ჩაითრევს რომ ასწავლოს რომ აი ეს არის კარგი ის რაც მე უზნეობად მიმაჩნია და უშუალოდ თეას სწორად მიაჩნია. მე არ მოვახვევ თავს რომ შენ რატომ მიგაჩნიეს? შენ მიგაჩნდეს როგორც ჰეტეროსექსუალმა რო ასწავლოს თქვენ შვილს პორნო საიტებზე შესვლა და გარკვეული კარგია რაც მე ცუდი მიმაჩნია. პორნო საიტები კარგია. კარგი, დიდი მადლობა. არა, ვერ გაიგეთ რა კითხვა რა ვკითხე. ანუ გარყვნილებას ვინ ასწავლის? ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი თუ ვინ? რა განსხვავება აქვს რა განსხვავება ამაში? ამ შემთხვევაში გარყვნილების სწავლებაზე კი არ არის აქ საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი პირადი ცხოვრების უფლება, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოვიდეს ქუჩაში და ჩაატაროს ნებისმიერი სახის აქცია, რაც კანონთან არ მოდის წინააღმდეგობაში და ეს ვისაც მოსწონს თუ არ მოსწონს, ამის მიხედვით კონსტიტუცია და კანონი ამას არ განსაზღვრავს. მე შეიძლება ბევრი რამე არ მომწონს. კითხეს ერთსქესიან ქორწინებაში. მე საერთოდ აქ რატომ არის საუბარი ერთსქესიან ქორწინებაზე? იმიტომ რომ ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა ამასაც ითვალისწინებს. არა, ერთი წუთით. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ჯერ დაშვებული რო არის ეს საწერია. აკრძალვაზე როცა ვსაუბრობთ. მეორე, მე საერთოდ თუ მკითხავთ ქორწინებასთან დაკავშირებით, მაქვს აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამაში არ უნდა ერეოდეს და სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის მე ვისთან დავიწერ ჯვარს თუ მოვაწერ ხელს. ეს უნდა იყოს ჩემი აზრით, ეს ალბათ არ არის ჩვენი განხილვის თემა დღეს, მაგრამ საერთოდ საკამათოა რამდენად სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, საქმე არის ქორწინების საკითხი. მაგრამ რაც შეეხება შვილები მშობლებს ვერასდროს ვერ ირჩევენ. აქედან გამომდინარე, ხა მე ვერ გეტყვით შეიძლება ქალისა და მამაკაცს ყავდეს შვილი და შვილს საკუთარი მშობლებით არ მოსწონდეს, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ცოტა ისეთია. გასაგებია თქვენი მოსაზრება. ლევან, მოდით თქვენ წაკითხვა საპირებდით პუნქტების და იქნებ წავიკითხოთ რას ითვალისწინებს და შემდეგ პუნქტების მიხედვით მივყვეთ. რაზეა საუბარი? იმიტომ რომ აქ პირველი პრეამბულაზეა ლაპარაკი, სადაც ერთ სიტყვა ქრისტიანული ემატება, რომელიც სახელმწიფოების ტრადიციებს შორის ემატება სიტყვა ქრისტიანული ტრადიციები, იმიტომ რომ სხვაში მიგვაჩნია, რომ ის ბოლო ტენდენცია, რაზეც ლაპარაკობდა, მაგალითად უნგრეთის კონსტიტუცია, რომელიც ერთ-ერთი ბოლოა მიღებული თავიდან ბოლომდე 2010-11 წელს, ძალიან კაფიოდ გამოხატული პრეამბულა აქვს, რომელიც წაკითხული არა ქალბატონ თეას, იმიტომ რომ იქ გაცილებით სხვა და ძალიან მისთვის მიუღებელი ფორმები წერია, თუმცა ეს ყველაზე მარტივი და მე ვფიქრობ მისაღები იქნებოდა მისთვის ქალბატონ თეასთვის, რომ ენახა უნგრეთის კონსტიტუცია, რომელიც წაკითხული სამწუხაროდ ალბათ არ აქვს. სამწუხაროდ, იმიტომ რომ იურისტი ხარ და უნდა იცოდეთ ბოლო ტენდენციაზე, როცა არის ლაპარაკი, უნგრეთის კონსტიტუცია ბოლო კონსტიტუცია და ამ შემთხვევაში უნდა იყოს ლაპარაკი. შემდეგი გარკვეული, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირები, სახელმწიფო თანამდებობები. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი განათლებით, პროფესიით და მორალური ქცევით აღმოაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამაზე თუ გინდათ ვინ განსაზღვრავს ჩემო ბატონო? ხო, მოდით ჯერ ერთ ამ პუნქტზე ეს პუნქტი განვიხილოთ. ეს სტანდარტი არსებობს. და შემდეგ გადავიდეთ დანარჩენებს. ახლა ბუნებრივია განათლების და პროფესიის ცენზი რო არსებობს ჩვენთან ეს მარტივია, ხვდებით ხო ეს ცენზები ასე ვთქვათ მე სხვა რამე მკითხეთ, მორალურ ვინ განსაზღვრავს? შენგან მისაზღვრავ მე მორალურ ცენზში მაგალითად იგულისხმება რომ პრეზიდენტი მორალური ქცევით წერია თქვენს ინიციატივაში რას ნიშნავს? მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტს აქვს უფლება გააკეთოს განაცხადები ისა ბრძანებით განსაზღვროს თანამდებობები, სადაც არ შეიძლება სექსუალური უმცირესობები მსახურობდნენ ან ეკავოთ კონკრეტული თანამდებობა. აი მაგალითად ეს იგულისხმება ქალბატონო თეა, რომელიც არსებობს პოლონეთში. უკაცრავად და ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს ესეთი ტიპის შეზღუდვა. ჩემს პირად ცხოვრებას თუ ჩემი პირადი ცხოვრება ავლენას მოახდენს ჩემს საქმიანობაში, როდესაც ვარ საჯარო ფიგურა და პირი. მაცალეთ რა, ერთი წუთი დავამთავრებ ახლა. წეღარ არ იყო, ნუ აქ არის შეკითხვა, ანუ მისი სექსუალური ორიენტაცია რატო შეუშლის ხელს თქვათ თანამდებობაზე მუშაობაში, ანუ რა ქმნის პრობლემას? რომელიც არსებობს ფსიქოლოგიაში ძალიან მარტივი ტერმინია, რომელიც ასევე ქალბატონმა თეამ სამწუხაროდ არ იცის და ქცევის მოდელირებიდან გამომდინარე ჩვენ ვიცავთ ჩვენს ბავშვებს მამლეს ზეგავლენისაგან. ეხლა ბუნებრივია მასწავლებელი როცა იქცევა ანუ თქვენ მას ფიქრობთ რომ
რომ მასწავლებელიც არ უნდა. ანუ მასწავლებელიც არ უნდა იყოს. რას გულისხმობთ ბატონო? ადამიანი რომელიც არის აფიშირებული ღია და საჯაროდ გამოხატავს თავის სექსუალურ ორიენტაციას, მე მიმაჩნია რომ სკოლაში ბავშვს არ უნდა ასწავლოს. და რატომ? ღია და საჯაროდ ასწავლდეს რომ არ ნიშნავს ღია საჯაროდ სწორედ იმას ნიშნავს, რასაც გეუბნებით რომ ასწავლოს ეს არის კარგი და ბავშვებო წადით მოსინჯეთ ერთმანეთი ბიჭებო, გოგოებო. არ უნდა ასწავლიდეს ამას. ამას არ უნდა ასწავლის. ამას არ უნდა ასწავლიდეს. არ უნდა ასწავლიდეს ხალბატონო. შეიძლება რომ დავამთავრებ რა, გეუბნებით. კითხვას გისურვებთ. დავამთავრებ. დავიგეთ თქვენ რასაც ამბობთ. არ ვერ გაიგეთ. მე გავიგეთ. ამიტომ იმის გამო რომ თქვენ გოგოებო და ბიჭებო ეხლა და აგერ სკოლის ეზოში გქონდეთ სექსიო. რა განსხვავებაა? ეს არის ზუსტად იგივე. რა მნიშვნელობა აქვს ამას? ჰომოსექსუალი არ წავიდეს ჰეტეროსექსუალი. ჰომოსექსუალი სხვა რამეა. უსვავთ ხას, რა არის სხვა რამე? სხვა რამე არის ის რომ რომელიც შეიძლება არის კარგი. როცა ისეთი მასწავლებელი ასწავლის მას და ბუნებრივია რომ ეს გარკვეულ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეზღუდვის საგანი ხდება მაგალითად პოლონეთში. რომელიც აფიოდ გამოხატული თქვენ ნამდვილად სხვა პერიოდში უნდა დაბადებული ყავით ბატონ ლევან. ნამდვილად. ბოდიში რომ სხვა ამ პერიოდში ვარ თქვენ ამას ვერ შევცვლით ახლა დიდი მადლობა ამაზე დროს იბებაში დაუბადებული ყავი სადაც თქვენ არ იქნებოდით ამაზე დროს თუ დავხატეთ შემდეგ პუნქტზე გადავიდეთ ნამდვილად ჯობია და ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ შემდეგ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სასწავლო დაწესებულებები რელიგიური საკულტო ნაგებობები აქ არ გიხურება მხოლოდ ქრისტიანული მათ ასე ვთქვათ მიმდებარე ტერიტორიაზე დაუშვებელია კაზინოები, სათამაშო სტრიპტიზ კლუბები გახსნა და შემდეგ ამგვარი საქმეები რატომ მიმდებარე ტერიტორია ამათი ასე ვთქვათ საკუთრებაა? ჩემი საკუთრება თუ შენ ვინ კითხავს მე იქ რას გავაკეთებ? ეს არის ერთი წუთით თქვენო ლაპარაკობთ არა, ჩემი საკუთრება თუ არის. ის ადამიანები ვინც იქ დადიან და ლოცულობენ პირობითად ვიძახენ. ან არის ბავშვის ასე ვთქვათ სადაც სკოლა. ახტენ შეიძლება თუ არა მოახდინოს მოვლენის ზეგავლენა სტრიპტიზ კლუბმა, რომელიც გვერდზე არის ასე ვთქვათ სკოლის გვერდზე. შეუძლია თუ არა მოახდინოს, მაშინ რატო გძალავთ სკოლის გვერდზე? ბატონო თია, რატო გძალავთ სიგარეტის ბილბორდებს, რატო გძალავთ ალკოჰოლის ბილბორდებს? როგორ არის განსხვავებული? აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ბავშვებს მოვლენის ზეგავლენისგან და იგივე ახლა. ერთსქესიანზე აღარ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკი არის ისეთ ტიპის დაწესებულებებზე, სტრიპტიზ კლუბებზე, კაზინოებზე და ამავდროულად, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბავშვმა აუცილებელი არ არის ყოველდღე უყუროს ამას სკოლაში რომ დაწესება მით უმეტეს რელიგიური გზნობების შეურაცხყოფას რაც ახდენს. ნუ ეხლა როგორ გინდა რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა, იმიტომ რომ რაზეა ეხლა არა ჩვენ ჯერ სკოლაზე ვსაუბრობთ. ლაპარაკობთ კონკრეტული ადამიანების უფლებაზე, რომელიც ჩვენ ამით ვლაღავთ, მაგრამ იმ ადამიანის უფლებებზე ასაუბრებთ, ვისი გზნობებიც რელიგიური არა, რელიგიური გზნობებზე შემდეგ გადავიდეთ რა. ლევან, რელიგიური გზნობებზე შემდეგ გადავიდეთ. ჯერ სკოლების თემა ამოვწურებთ. არა, ჩემი ტერიტორია, რომელიც შეიძლება იყოს ჩემი კერძო საკუთრება. რომელიც არის სკოლასთან. ნუ რა მნიშვნელობა აქვს სად არის? იქ მე რაც გავაკეთებ. ეს რატომ უნდა ასე ვთქვათ განმისაზღვროს სახელმწიფომ? ხალბატონო თეა. თუ შეიძლება ერთი წუთით რა. მაშინ ამასთან დაკავშირებით. მე რომ ვიწყებ შენებლობას, რატომ უთანხმებ ინტერიერს, ექსტერიერს იმას რა. ეგრომ ჩაჯდეს. არა, რაში საკუთრება, რასაც მინდა იმას გავაკეთებ. აბსოლუტურად არა, აბსოლუტურად განსხვავებული. ნუ ეს თქვენთვის არის ზუსტად იგივე. რაც შეეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. აკრძალულია ამდენად სიგარეტის გაყიდვა და ასე შენ. ხო არის ეს შეზღუდვები? არა, სიგარეტის გაყიდვა სხვა რაღაცაა. ნუ ეხლა უკაცრავად რა რას ნიშნავს რა სიგარეტი არ უნდა მიყიდო არასრულწლოვანს რატო მითხარი იმიტომ რომ მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე და შენ თუ კლუბი ჯანსაღი იქნება მათთვის სტრიპტიზ კლუბში ჩემო კარგო შენ უნდა უზრუნველყო რომ შეიძლება იყოს 9 კილომეტრის მოშორებით და იქ წავიდე შენი შვილის აღზრდა საკუთარ ასე ვთქვათ მაქსიმალურად მოახერხო დაიცვა თუ კი ბავშვი არ ყავს და 10 კილომეტრი დადის ბავშვი და მშობელი არ ყავს და ვერ ახორციელებს ზეგავლენას იგივეა მაშინ თქვენ სატელევიზიო ეთერში რატო წალავთ მაშინ თქვენ ერთ-ერთი მუშაობდით ეთიკის კოდექსზე რატო წყალგამყოფი რატო აყენებთ ისე დროს აძლევთ საშუალებას რომ გავიდეს ფილმი და არ გავიდეს ისე დროს როცა ბავშვი მარტოა სახლში თუ შეიძლება ამას აქვს თავისი სტანდარტები აბსოლუტურად განსხვავებული თქვენი ინიციატივისგან რა არის განსხვავებული რას მიხსნით ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბოდიშმოუხდი თქვენი აზრით ფილმებზე დაწესებულ შეზღუდვასა და ამ შეზღუდვაში რომელსაც ქრისტიან დემოკრატები იწვევს არა ჯერ ამ შემთხვევაში განსხვავება არის ძალიან მარტივი ის როდესაც ბავშვი უყურებს ტელევიზორს და ყველა ოჯახში არის ტელევიზორი და ყველა ოჯახში შეიძლება ჩართოს ბავშვმა ტელევიზორი ну, რა თქმა უნდა, ხა მშობელი მაშინაც უნდა აკონტროლებდეს, რას უყურებს მისი შვილი. მაგრამ
ამ შემთხვევაში უნდა იზრუნოს სახელმწიფო იმის გარომ, შეიძლება რაღაც მომენტში შენ შვილს სამზარეულოში ხარ და ვერ უყურებ, ხომ რას აკეთებს და მაგ დროს არ უნდა გადიოდეს ესეთ ტიპის, ასე ვთქვათ, გადაცემები და ფილმები. ხო, კი ბატონო, მაგრამ რაც შეეხება, რაც შეეხება იმას, რომ ასე ვთქვათ, ეკლესიებთან, სკოლებთან თუ კიდევ ასე ვთქვათ, რა ჩამონათვალიც იქ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, არ შეიძლება იყოს კაზინოები, არ შეიძლება იყოს სტრიპტიზ კლუბები და ასე შემდეგ. ამას ვერ განსაზღვრავს ვერც კონსტიტუცია და ვერც ერთი კანონი, იმიტომ რომ თუ იქ არის ჩემი კერძო საკუთრება, მე იმ ჩემ კერძო საკუთრებას რასში გამოვიყენებ? ეხლა სხვა საკითხია, ის უნდა ძრებოდეს არქიტექტურულ რაღაცა, ასე ვთქვათ, არქიტექტურულ არქიტექტურის ცენზი ხო არსებობს, არა? ზუსტად იგივე ცენზია ეს, გარკვეული სტანდარტია, რომელიც ეს სახელმწიფოს ეს არის თქვენი აზრით. მიტანო და თქვა რომ მე მინდა ეს აზრით. ეს არის გითხრა რომ არა, ვერ შენი საკუთრება, მაგრამ არ გაშენებინებ. რას არ გაშენებინებ სახელმწიფო? რომელიც არ ჯდება საერთო ვიზუალურ ეს თქო ხარ. დიდი მადლობა, ჩვენ სარეკლამო ოჭრა გვაქვს. რას ლაპარაკობთ? თუ მაქვს მეუფლება ვიზუალი შევზღუდო, მაშინ მაქვს იმის უფლება შევზღუდო, შენ საკუთრებაზე შენებლობა შევზღუდო, ისეთი დაწესებულების რომელიც შეიძლება დემოკრატები ნამდვილად არის ჩემთვის გაუგებარი. იმიტომ ქვია რომ მე ხვალიწაკი საერთოდ აუგზავნე. თქვენ თუ საუბრობთ იმაზე რომ ყველაფრის კონტროლს უნდა ახდენდეს სახელმწიფო, თუ კი თქვენ საუბრობთ. თორე დემოკრატები არ მეთქოს, გეტყვით საერთოდ აუგზავნოთ კაზინოები. აი ესეთ აქედანაც ბევრი არ გაკლიათ მანდამდედაც. დემოკრატები რომ აშენო. აბსოლუტურად არ გაკლიათ ბევრი მანდამდე. მავნე გავლენას ნუ მავნე გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩემშვილზე ყველაფერმა, თუ კი მე ჩემშვილს არ მივაქცევ ყურადღებას. აქედან გამომდინარე. ნუ დიდი მადლობა თქვენ წაიკითხეთ პირველი ეტაპი, იმიტომ რომ ჩვენ სარეკლამო ოჭრა გვაქვს. წაკითხოთ ალბათ ჯობია რომ თქვენ წაიკითხოთ დიდი მადლობა, ჩვენ სარეკლამო ოჭრა გვაქვს ეთერში და რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. რეზიუმე. დისნეი წარმოგიდგენთ 24 ზღაპარს ჟურნალ საბავშვო კარუსელთან ერთად. ყოველ პარასკევს ზღაპრების თითო წიგნს. ისიამოვნეთ პატარებთან ერთად ბემბის, ნემოს, სიმბას, ფიფქიასა და კიდევ მრავალი გმირის თავგადასავალით. წიგნები მაგარიღდით და ფერადი ილუსტრაციებით, სპეციალურ ფასად, ხუთლარად. ყოველ პარასკევს საბავშვო კარუსელთან ერთად დისნეის ზღაპრები. პალიტრა მედია წარმოგიდგენთ წიგნს, რომელზეც 13 ავტორი მუშაობდა. მარიკა ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, დავით მუსხელიშვილი და სხვები. საქართველოს ისტორიის 4ტომეული, უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე. შევსებული ფაქტებით და გამორჩეული ილუსტრაციებით. 14 მაისიდან კვირის პალიტრასთან ერთად. თვეში ერთხელ თითო ტომი. იქონიე საქართველოს ისტორია შენს თაროზე. რეზიუმე. რეზიუმე ეთერში დაბრუნდა, შეგახსენებთ, ჩვენ გვაქვს დღეს დებატები თემაზე ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივა სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით და კიდევ სხვა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, მსმენელებს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები არიან ლევან ვეფხვაძე, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი და თეატუ თვერზე თავისუფლების ინსტიტუტიდან. თქვენ საუბრობდით რელიგიურ გზნობებთან დაკავშირებით ამ ინიციატივაზე. მოდით, ხო? კი ბატონო. ამაზე ეს ხო არის თქვენს ინიციატივაში? კონკრეტულად რა როგორ არის ჩამოყალიბებული? დიახ, ეს მაინტერესებს კონკრეტულად ჩამოყალიბებული როგორ არის? იცით რომ 24 მუხლი განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლებას და მე-4 პუნქტია თუ არ ვცდები ის აუცილებელი შეზღუდვები, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს და რომელიც შესაბამისად შეიძლება სახელმწიფომ დააწესოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ დემოკრატიულ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოსთვის აუცილებელ შეზღუდვებს უნდა დაემატოს ნორმა, რომელიც უკავშირდება შემდეგ რამეს, რომ აგრეთვე ესე იგი აქ შეზღუდვაზე ლაპარაკი რომ შეიძლება შეიზღუდოს ჩამონათვალე გაკეთებული და მე აგრეთვე როდესაც ადგილი აქვს ქრისტიანული საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღიარებული რელიგიური პრინციპების შელახვას და საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო უხამსობის პროპაგანდას. ანუ ეს მე ვფიქრობ უხამსობის პროპაგანდასთან დაკავშირებით ქალბატონ თიას საწინააღმდეგო არ აქვს, იმიტომ რომ ის ეთიკის სტანდარტი, რომელიც მან მისი მონაწილეობით დაიწერა, განსაზღვრავს უხამსობას, ამ სტანდარტებს აწესებს ტელევიზიებისთვის და მე ვფიქრობ, რომ აქ ერთ-ერთი შემთხვევა იქნება ალბათ, რაზე ჩვენ შევთანხმდებით, რომ ეს ალბათ ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს უხამსობასთან დაკავშირებული შეზღუდვები ქალბატონო თეატ თქვენ თავის დროზე გაქვთ ჩაწერილი იმ ეთიკის სტანდარტებში, რომელიც მედიისთვის სახელმძღვანელო არის და მე მახსოვს ამაზე ბევრი დებატები და კამათი იყო მაშინაც. ამიტომ ეს ის თემა, რომელზეც ალბათ შევთანხმდებით, იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის შეთანხმება ამაზე მაინც ადვილი იქნება, იმაზე რაც თქვენ თავის დროზე ჩაწერეთ. საზოგადოებრივი მორალი, გარკვეული ასე ვთქვათ
როგორ იყო ჩამოყალიბებული შეიძლება მათხოვოთ? კი ბატონო, საზოგადოებრივ მოდი საჯარო გამონათქვამები არ უნდა იყოს უხამსი შინაარსის და არ უნდა შეურაცხყოფდეს ქრისტიანულ ან სხვა აღიარებულ რელიგიის უნივერსალურ პრინციპებს. თქვენ არ ვიცი იურისტი ხართ, მე ვარ მათემატიკოსი ვარ და მათემატიკაში როგორ არის ტერმინებზე როცა ვლაპარაკობ, წინასწარ უნდა შევთანხმდეთ რას გულისხმობთ, თორე თქვენ ახლა თუ ვაჟზე საუბრობთ და მე მსხალზე ვერ შევთანხმდებით. ამიტომ როცა მორალზეა ლაპარაკი, მე გთავაზობ შევთანხმდეთ, რომ მორალში იგულისხმება, ქალბატონოთია, ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული ქცევის წესები. შევთანხმდეთ ამაზე, შეთანხმდებით თუ არა, რომ ეს არის მორალი. ერთი წუთით. კაი, ის პუნქტი, რომელიც აიკითხეთ. მეოთხე პუნქტიო წერია ზემოთ არის. საქართველოს კონსტიტუციის მანამდე მოდი მსმენელებს 24 ვიდრე თეა წაიკითხავს 34 წერია. გამარჯობა გისმენთ. დიახ, თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობა ბატონო მერა. დიახ, გისმენთ. ბატონო ლევან, მოგესალმებით. გალბატონო თეა. ერთი კითხვა მაქვს მე თქვენთან. კი ბატონო, აქვთ უფლება იცხოვრონ პირადი ცხოვრებით. მაგრამ საჯაროდ პარადი იმისათვის რომ ქვეყანას დაანახოს რომ ჩვენ ასეთები ვართ, ეს რამდენად გამართლებულია. ჯერ ერთი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სკოლა არის იქ 51 სკოლა იყო და იქედან იწყებოდა და რუსთაველის გამზირზე უნდა გაევლოთ. მაშინ დამდგარიყო პრეზიდენტი და პარადი მიიღო. თქვენ დალოცილო, კაი მე მამაკაცი ვარ და არ მაკმაყოფილებს ერთი ქალი, ხო? ყავს 10 საყვარელი. გამოიყვანო მე 10 საყვარელი და ქვეყანას ვაჩვენო რომ აი მე 10 საყვარელი მაქვს. ყავს. კარგით, გასაგებია თქვენი მოსაზრება. ცხოვრება როგორ შეიძლება რო საჯარო გახადო. კარგით, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. არისთვის კიდევ ერთი ზარია მასაც მოვუსმინოთ. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობათ. საინტერესო იცით რა არის? აი ჩვენი სახელმწიფოდან გამომდინარე თუ შეხვედრათ ხელისუფლება არ ასწავდეს არ ითვალისწინებს უმცირესობის მოთხოვნილებას. მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობი თავისთავად არსებობს და რატომ უნდა იყოს მაგალითად ამ გადახრებითი უმცირესობის უფლებები ესეთი აფიშირებული. თავიანთვის ცხოვრობენ აი ქრისტიანულ სახელმწიფოში, არავინ არ ერჩის, რასაც უნდათ იმას აკეთებენ. არა, ეხლა ვირსაო პიტნა ეჯავრებოდაო და ცურში თხრიდნენ და ციხლებს იწმენოდაო და ეგეთი სიტუაცია არის ჩვენთან, იმიტომ რომ აი ბავშვები კითხულობდნენ, რატომ უნდა იყოს კაცი კაცთან, ქალი ქალთან. ეხლა მშობელს უსწრება დამატებითი პრობლემა, რომ ის აუხსნას, ან აუხსნის და ან არა და ის ბავშვი, იმისი ბავშვი არ ესმის და სულ მაგას უჩიჩინებს და თუ ეგრეთი კარგია, მაშინ წავიდნენ და ქუთაისში ჩაატარებინონ ეს გაფერადებული მიტინგები. ჩაატარებინონ უკვე. გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა. კარგით, ამ შემთხვევაში პირველ მსმენელს უპასუხებ, ყველა ადამიანს ჩვენი კონსტიტუციით აქვს უფლება გამოვიდეს და ჩაატაროს ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც ჩდება კანონის ფარგლებში და არ არღვევს კანონის, ასე ვთქვათ, ნორმებს. ამ ადამიანებსაც და ესეც ჩდება აბსოლუტურად ეს აქცია, ჩდებოდა ეს ვინდა არ თქვა პარადი და გეი პარადი და ასე შემდეგ, ეს ასე ვთქვათ, იმ ადამიანების პრობლემაა და ჟურნალისტების პრობლემაც არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ამ აქციას აბსოლუტურად სხვა რამ ერქვა. იმასაც რომ ამ ადამიანს შეიძლება ქონდეს უფლება რომ თქვას, რომ ეს მე არა, რა თქმა უნდა, თუ შეიძლება, რა თქმა უნდა ეს დავტკბნო თავს არ ვათქმა რა თქმა უნდა თუ შეიძლება არა მე ამას არ ვამბობ მე რას ვამბობ თუ დამაცდით იქნებ მე ვთქვა მე ვამბობ იმას რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი და მათ შორის ისეთი აზრებიც რა აზრებიც აქ გვესმის მე ბედნიერი ვარ იმით რომ ცხოვრობ იმ ქვეყანაში სადაც გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი სადაც შეიძლება ასე ვთქვათ ადამიანებმა თქვან ის რაც არ მოსწონთ ან რაც მოსწონთ მაგრამ გამოვიდნენ და ქუჩაში ურტყან თავში განსხვავებული შეხედულების ადამიანს, რომელსაც ის არ ეთანხმება, ამის უფლებას კანონი არ გვაძლევს, ეს არ ჯდება არც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, არც კონსტიტუციის ფარგლებში და არც ასე ვთქვათ, არანაირი საერთაშორისო სტანდარტებში. აქედან გამომდინარე, როდესაც თქვენი შვილი დაგისვავს კითხვას, თქვენმა შვილმა შეიძლება ბევრ რამეზე დაგისვათ კითხვა და მშობელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ კითხვაზე გასცეს პასუხი. ბევრ ისეთ თემაზე, რომელიც შეიძლება თქვენთვის უხერხული იყოს, მაგრამ ამისთვის ყველა მშობელი რაღაც ეტაპზე მზად უნდა იყოს, რომ შვილს უპასუხოს. იმის გამო, რომ თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ, ეხლა ჩვენ ამ ადამიანებს აუკრძალოთ თავიანთი, ასე ვთქვათ, გამოხატვის თავისუფლება ქუჩაში გამოსვლა, აქციის მოწყობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის გამო რა თქმა უნდა ვერავინ ვერ აუკრძალავს. მშობელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საერთოდ აჩენ შვილს, მზად უნდა იყო ბევრი რამისთვის. მათ შორის საკუთარ შვილს გასცე გარკვეულ კითხვებზე პასუხი და აუხსნა გარკვეული საკითხები. სრულობებთან დაკავშირებით გიორგი თარგამაძესაც ჰქონდა პრეტენზიები და მე წავიკითხავ მის გამოსვლიდან ციტატას პარლამენტში ქრისტიან დემოკრატები წინააღმდეგი არიან ძალადობის ყველანაირი გამოვლინებისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, მაგრამ იმავდროულად
ამავდროულად მიუღებელია რომ მოხდარი ფაქტის სექსუალური უმცირესობებისა და მარტი მხარდამჭერების უბრალო და მშვიდობიან გასეირნებას შეფასდეს. სარგამაძემ აღნიშნა რომ ასეთი სეირნობები ძალიან შორს გამიზნული და მნიშვნელოვანი მოვლენის დასაწყისია, რომლის საბოლოო შედეგი უნდა იყოს საქართველოში ჰომოსექსუალობის, მამათმავლობის, გარყვნილობის, გახსნილობის, გაუკმაყოფილებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაცია. ბატონ ლევან, ამ მსვლელობაში დაინახეთ თქვენ ეს ყველაფერი? მსვლელობა არის ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ამისკენ. და სწორედ ჩვენ რო დავინახეთ რომ არსებობენ ადამიანები აქ ალბათ თეას თამადობით რომელთაც ხვალდაზე გაუჩნდებათ იდეა სრული ლეგალიზების უბრალოდ გარკვეული ჩარჩოების მოხსნის თუ კი რაიმე დღეს სამართლებრივ სივრცეში არის სწორედ აქედან გაგვიჩნდა იდეა რომ ეს ჩარჩოები მაღალ დონეზე ჩავადუღაბოთ რომ მე ქალბატონი თეა რო იტყვის რომ აგერ ლეონებ ხვაძე სხვა დროში ნეტა დაბადებული იყო უდივად გაახსენდება რომ უდივად სხვა დროში ხარ დაბადებული ნეტა არ მითქვია მე ვფიქრობ რომ შემთხვევით ხართ ამ დროში დაბადებული თქვენ ხართ საქართველოს შემთხვევით დაბადებული აი ეგეც პრინციპში სწორია მე ალბათ ამ ქვეყანაში არ უნდა დაბადებული ძალიან კარგი ღმერთმა ამ საკითხზე შევსახით თქვენი სახით საუბედუროდ გასასწრელი გამოგვიგზავნა თქვენი სახით მოგიწევთ ამ გასასწრელს დაუბრუნდოთ თემას რატო აიყო ეს იმ გასასწრელისაც რომ შემთხვევით ხარ ამ დროში დაბადებული აქ ჩვენ საბოლოო ჯამში სადამდე მივიდივართ საბოლოო ჯამში არის მცდელობა იმისათვის რომ მივიდეთ სწორედ ამ გეი ქორწინების ლეგალიზებამდე რომლის საბოლოო ჯამში მიზანი ეს არის ხა მარტო გასეირნებაზე აქ ხარ ამის შედეგი იქნება ასე ვთქვათ აი ეს ქორწინება ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში ყველამ კარგად უნდა იცოდეს რომ საზოგადოებაში არის არაადეკვატური დამოკიდებულება მე ვთქვი და ვიმეორე საზოგადოებაში ნამდვილად არაადეკვატური დამოკიდებულება ეს პოზიტიური გაგებით არაადეკვატური დამოკიდებულება იქნება ამის მიმართ ამიტომ მოდი ასე ვთქვათ რომ ის ვინც ხელოვნურად დღეს ცდილობს გეი აღლუმების ჩატარებას ხელოვნურად იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს ყოველთვის გამოიწვევს საზოგადოების დიდი ნაწილის გულისხმობას და თქვენი გამოსვლები ალბათ ყოველთვის ადამიანებს გარეთ გამოსვლას იმ ფუნდამენტალიზმს ასაზრდოებს რომელიც საბოლოო ჯამში მივიდივართ სწორედ ჯვრებში ჩავში ჩარტყავთ თორე თქვენზე უკვე ნამდვილად ვიცი რა არის ჩვენი რწმენა რომ ეს არ არის თავში ჩარტყმა მაგრამ მეორეს მხრივ გარკვეული სტანდარტები რომელიც უფალმაც კი დააწესა როდესაც გამოყარა იმიდან ტაძრიდან გამოყარა მოვაჭრეები ანუ ესეც გარკვეული ძალადობა იყო მაგრამ მეორეს მხრივ გარკვეული სტანდარტები დააწესა ერთის მხრივ მეორეს მხრივ საინტერესოა სხვათა შორის რაზედაც საუბრობთ კი სახარებისეული ეს თქვა დღეს ხედავთ რომ სახარებისეული რეალობა ჩვენს ქვეყანაში ის ვაჭრობა აღებმიცემობა ბიზნესების ასულიერო პირების ეკლესიებში ყველაფრის გაყიდვა დაწყებული სანთლით დამთავრებული ჯვრისწერით და ასე შემდეგ ყველაფერში ფულის მოთხოვნა და ასე შემდეგ ამაზე თქვენ არ იღებთ არა მაგაზე თქვენ განსხვავებით მე სხვა ხედვა მაქვს თუ კი სადმე თქვენი ხედვა საჯაროდ მოусმენია ერთრამეს გეტყვი თუ კი მე სადმე შეიმჩნევია რომ რა შეგიმჩნევია იმას თუ კი რომელიმე სასულიერო პირი მიმაჩნია რომ პრინციპში არ გამოსულხარ და საჯაროდ ეს გაგიკრიტიკებიათ რაც ხდება დღეს საპატრიარქოში რაც ხდება ეკლესიებში დიახ საპატრიარქოს თემას ერთი წუთი ჩვენ შორს სავალ ჩემი რწმენა ქალბატონო თია არის სწორედ ორიენტირებული იმაზე რომ ეს ადამიანი არის ჩემთვის ჭურჭელი და გამტარი და მე ეს ადამიანი შეიძლება კონკრეტულ ამ ჭურჭელზე ლაპარაკობ შეიძლება ეს მართული იყოს ჟანგმოდებული მაგრამ დენს ატარებდეს და ამ შემთხვევაში ჩემი თავი მიზანი ეს არის შუამავალი უფალთან მე არა ვარ ამიტომ ამ ადამიანებს მაგრამ მეორეს მხრივ მე არა ვარ მაცხოვარი რომ ამ ადამიანებს მიუთითო რაღაცისკენ რომ მე ამის უფლება არ მაქვს ჩვენ ქრისტეს ცხოვრება გვასწავლის მაცხოვარმა ჩვენ მორჩილებაზე დაგვიგუზდა ეს რწმენა თქვენ საერთოდ იცით რა არის ქრისტიანობა თუ შეიძლება ქრისტიანობა ორ რამეს ეფუძნება ეს არის ორ რამეს ეფუძნება ეს არის მიტევება და მონანიება სხვას უნდა მიუტევო და შენ უნდა მოინანიო თქვენ ამის უნარი ბუნებრივი არ აქვს ქრისტეს გზით თვითონ არიცით თქვენ რა არის მე რა ვიცი მე გითხარით რა არის ქრისტეს გზა იმიტომ რომ თქვენ არც არასდროს თქვენი არ მოგინანიებიათ იმიტომ რომ ბუდუა დამპარტავნებაში ჩავარდნილი და შენ უგასაზღო მე სად ვარ ჩავარდნილი საკუთარ თავზე ლაპარაკეთ და ამიტომ არც იმის ფლებას მოგცემ რომ შენობით მე ლაპარაკობ რა უკაცრავად არ რა გზით დადიხართ თქვენ თulit რომ ქრისტეს გზით დადიხართ მე ვთვლი რომ მე რასაც ვაკეთებ მეტნაკლებად ვთილობ რომ ვეფუძნებოდე ქრისტიანულ ეთიკას ქრისტეს გზას ვეფუძნები ქრისტე რასაც გვასწავლის თავისი ცხოვრებით გვასწავლის იმას რაც თქვით მე მაცხოვარისგან ის განმასხოვებს რომ მე ცოდვილი არსება ვარ და თქვენ თქვენი ღირებულება არის ის რომ ადამიანი გახდეს ღმერთი ამხილოთ იმიტომ რომ ჩემი ღირებულება ეს არის ადამიანს ღმერთი ვერ გახდება ადამიანი არის ცოდვილი არსება
ჩემი მთავარი მიზანი არის ხო თემას დაუბრუნდეთ ძალიან მაქსიმალურად შევეცადოთ რომ იდეალური მოდელისკენ ვისწრაფოთ კი ბატონო თქვენ გასცეთ სვენელებს პასუხი თუ არა და შეკითხვა კი აუცილებლად ერთი წუთით ბოლოზე გადავიდეთ მე მგონი ეხლა ერთი წუთით მე განსხვავებით ბატონ ლევანისგან არ სპეკულირებ მართლმადიდებლობის და ქრისტიანობის თემით განსხვავებით მისგან მე ვამხელ ამ ადამიანებს მას ასე ვთქვათ პოლიტიკური გარკვეული მარია მაგდანილელი ხარ თუ ვინახარ აი ვამხელს ამხელ რას ნიშნავს ვამხელ და ვამხელ ის რასაც მაცხოვარი იყო უფლის უკაცრავად მას კონდა ამის უფლება თქვენ ვინახართ მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე რომელსაც მაქვს ამის უფლება თქვენ ხართ ამ პარტონებაში ჩავარდნილი და ვაიმე მე სად ვარ ჩავარდნილი ეს არ არის თქვენი საქმე უკაცრავად რა თქვენგან განსხვავებით მე ვარ ადამიანი რომელიც მე ვარ ადამიანი რომელიც არ ასე ვთქვათ მლიქნელობა არ შემიძლია და საპატრიარქოს ასე ვთქვათ კარგი ეს სხვა თემაა თეა მოდი საპატრიარქო თემა ეკლესიის თემა აბსოლუტურად სხვა თემა ჩვენ გადაცემის თემა არ არის ძალიან რელიგიასთან დაკავშირებით სწორედ საჯარო გამონათქვამები არ უნდა იყოს უხამსი შინაარსის და არ უნდა შეურაცხყოფდეს ქრისტიანულ ან სხვა აღიარებული რელიგიის ეს მარტო ქრისტიანული არ არის სხვა შორის უნივერსალურ პრინციპებს და რა იგულისხმება ამაში საჯარო ყველა ადამიანს კიდევ ერთხელ ეს არის ქრისტიან დემოკრატების ინიციატივა თქვენი პოზიცია როგორია ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი ვიღაცას მაგალითად მე რომ გამოვალ და გავაკრიტიკებ ილია მეორეს ეს რომ ვინმე მიიჩნიოს თავისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად ეს აბსოლუტურად არ არის ჩემი საქმე იმიტომ რომ მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მაქვს სრული უფლება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით საერთაშორისო სტანდარტები კი რა თქმა უნდა თუ შეიძლება ეს უნდა ჯდებოდეს კანონის ფარგლებში უკაცრავად რა ჩემი გამონათქვამით არა ყველაფერი უნდა ჯდებოდეს ჩემი გამონათქვამით კანონის ძალიან კაი ტერმინია ეს კანონის ფარგლებში აგერ გეუბნები დავატესებ კანონი და კანონს აღარ შეიძლება თუ ხართ ამ გადაცემაში უზრუნველყავით რაღაცნაირად ისე რომ ორ ხმაში არის გინდათ მონოლოგი აქ დაიწყო და აღარ დავახტებია ნუ ეხლა წამყვანი თქვენ აღარ ახართ ჟურნალისტი ხუბს ვერ დავიწყებ თუ დამემორჩილებით უზრუნველყოფ აუცილებლად გაღიზინდო მე დარწმუნებული ძალიან ბევრ თქვენ გიფრთხილდებით მე ძალიან ბევრ ადამიანის რელიგიურ გზნობებს თქვენ შეეხეთ ეხლა ამ წუთას თქვენ გიფრთხილდებით ბევრი როდესაც ორ ხმაში საუბრობთ არის რაღაცეები არ თქვა მე არ მომწონს სიტყვაზე გაკეთებს ეს არა უკაცრავად ანუ ამაზეა საუბარი რომ ის კონკრეტული ინიციატივა რომელსაც გამოთქვამენ მომეცით და დავიხავად პირდაპირ ამას კი ბატონო ჩემთვის იმიტომ მე მრევლი ვარ თქვენ მრევლი არ ახართ და უნეტარესი არის ამბროსი ხელაია კირიო საძაგლიშვილი რომელიც გუნდრუკს არ ურკმევდა დამპყრობელს რომელიც შემოდიოდა ჩვენ ქვეყანაში ილია მეორის მსგავსად თუ შეიძლება ერთი წუთი ეს არის ჩემი აზრი ეს არის ჩემი მრევლს და მე არ ვაკეთებ შეურაცხყოფას მე ვთვლი რომ არ უნდა ყავდეს ესეთი პატრიარქი ქვეყანას და ამიტომ თეა მოდი დაუბრუნდეთ კი ბატონო ანუ ის რაზედაც აქ არის საუბარი საჯარო გამონათქვამი შეიძლება დიალოგი იმიტომ რომ გადავიდა შეურაცხყოფებზე ეს არის ჩემი გამოხატვის თავისუფლება მომაყენე შეურაცხყოფა ეს არის ჩემი გამოხატვის თავისუფლება და გაეცალით კანონს როდესაც ხართ პარლამენტში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მე მაქვს ჩემი უფლება რომ ჩემი უფლება არის რომ არ მოგწონდეს რასაც ვამბობ მე ლევან ძალიან ხო ლევან ჩემი უფლება არ მოვისმინო ეს შეურაცხყოფები ძალიან არის ძალიან ხო მადრო ლევან რომ ეს არის შეურაცხყოფა მე რატო უნდა მივიღო გამიიღებთ მიგეუბნებათ ბატონო სისულელეებს უკაცრავად მაგრამ თქვენ მე მაქვს უფლება შეოფასო თქვენ აბდაუბდა ეხლა რაც ილაპარაკეთ აბდაუბდა და სისულელე აი ეს არის რასაც თქვენ წერთ რაც ვერასოდეს ვერ გავართ ჩვენ ქვეყანაში არა მასაც აქ თმენის ვალდებულება და მეც ჩემზე არა მე გითხრა ჩემზე რადგანაც იქვით მაგრამ არ არის კონკრეტული სასულიერო მოღვაწეების შეფასება. ეს არ არის უკაცრავად რა შეიძლება რომ დავასრულებინო? კი, არა, უბრალოდ აპირებ, თუ აპირებ გააგზელო. ეს არ არის თქვენი კიდევ შეურაცხყოფას. სასულიერო თქვათ ლევან ძალიან არ არის, ეს არის ჩემი გამოხატვა. მეც მაქვს უფლება არ მოგწევს. თუ იყურეთ მაშინ და იყავით ასე არ არის პრობლემა. თქვენ პატრის არცემთ თუ ამაზე ვლაპარაკობ გავაგზელოთ საუბარი. უკაცრავად რა მე რა საუბარობ ეს არის თქვენი საქმე. თეა კონკრეტული ინიციატივაზე კონკრეტული სასულიერო პირების მოღვაწე უკაცრავად საკუთარ თავს აყენებთ ამით შეურაცხყოფას მე არა იმიტომ რომ თქვენგან შეურაცხყოფილად ნამდვილად არ ვიგრძნობ არასდროს თავს თემას დაუბრუნდეთ ძალიან შეიძლება დამასრულებინო ანუ აქ რაზეც არის საუბარი საჯარო გამონათქვამი არ უნდა იყოს უხამსი შინაარსის არ უნდა შეურაცხყოფდეს ქრისტიანულ ან სხვა აღსარებლობის რელიგიის უნივერსალურ პრინციპებს აგრეთვე ასეთი გამონათქვამი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ მორალს როგორი გამონათქვამი ხა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა რითი განსაზღვრავენ
იმას ჩემი გამონათქვამი უხამსობა რა არის უკაცრავ რა შუაში ერთი წუთით თქვენ დაწერეთ ეს თავის დროზე ეთიკის კოდექსში უხამსობა რა არის იცით შეიძლება რომ დამასრულებინოთ რასაც მე ვსაუბრობ ანუ კონკრეტულ ერთ ასე ვთქვათ პიროვნებას რომელიც არის ადმინისტრატორი რელიგიური ასე ვთქვათ ორგანიზაციის იმას რასაც საპატრიარქო შეიძლება ანუ მე რომ ვაკრიტიკებ ამ ადამიანს ის მიაჩნია შეურაცხყოფად რელიგიური გრძნობები ასე რომ ვერ გარკვეულან რა არის შეურაცხყოფა რა არ არის შეურაცხყოფა შეგიძლიათ მეორე ხმაში ამყვეთ კი ბატონო ეს მეორე ხმაში არ მღერი სხვათა შორის კარგი თქვენი პოზიცია გასაგებია მელოდია და პოლიფონია აკეთილშობილებს და ძერ არ მღერია თქვენ ამეტანი ასე თქვენი პოზიცია გასაგები მოდით ლევანს მოусმინოთ რას გულისხმობენ არა რას გულისხმობენ გასაგები ანუ ამ ადამიანებს უნდათ აკრძალონ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება რასაც ისინი ვერასოდეს ვერ მიაღწევენ ამ კრიტიკა ნებისმიერი პირის რა შუაშია უხამსობა უკაცრავად დედას ვაგინებ ვინმე ეს რა შუაშია უხამსობა დიახაგინებთ ნუ ეხა ეს თქვენი შეხედულებით თქვენ შეგიძლიათ ჩვენ როგორც ერთ-ერთ წევს რიგი წევს სხვათა შორის თქვენგან განსხვავებით ნამდვილად არ მაქვს იმის ამ პარტნიორების არ იყო იმიტომ რომ რაღაცა გამორჩეული იქ ვერ იქნები თქვენგან განსხვავებით თქვენგან განსხვავებით დამიფაროს მართლა ვიმანიპულირო ქრისტიანული და მართლმადიდებლური ასე ვთქვათ რელიგია თქვენთვის მორჩილება არის სრულად უცხო თქვენ ამას ლაპარაკობთ იმიტომ რომ თქვენ გინდათ რომ გამორჩეული და თეთრი ყავი იყოთ და მე რა უნდა ვიყო ეს არ არის საზოგადოებას ესე მიყიდოთ და ეს არ ვარ გაეს იმიტომ რომ საზოგადოება ძალიან შეფასებები ექნება და მე თქვენ გიფრთხილდებით და იმიტომ რომ ჩემო ლევან სრული უფლება აქვს საზოგადოებას კონდეს ისეთი შეფასება როგორ შეფასებაც როგორც იმ დღეს სხვათა შორის სრული უფლება მაქვს მე თქვა ის რასაც მე მე მაქვს შეკითხვა ლევანთან კიდევ ერთხელ ვიტყვი იურისტი არ არის ჟურნალისტიც როგორი იყო სხვა საკითხია და როგორც დეპუტატიც არ ასე ვთქვათ ერთმანეთს თუ შევაფასებთ ეს კონკრეტულ შეფასებებზე ეს არის ჩემი შეფასება თქვენ ჩემო ბატონო ერთმანეთის შეფასებლად არ მომიწევთ კონსტიტუციაში არის რა წერია თქვენ საერთოდ არის სივრცეს საერთოდ ევროპის არეცნობით და შემდგარ ჩემო კარგო შენი ქვეყნის კონსტიტუციაში და შენი ქვეყნის კანონში რა წერია ის არის რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ის ვერ გაგიგია და საერთოდ წაიკითხეთ იმ პარლამენტში რო ხართ რაღაცა მაინც წაიკითხეთ და ისე მაინც გამოდით ხოლმე და ესაუბრეთ საზოგადოებას. თეა შეკითხვა მაქვს ლევანთან, თუ შეიძლება. ლევან, ძალიან მაინტერესებს. ვერ გაიგეთ მაშინ რა წერია. ლევან, ძალიან მაინტერესებს. თქვენს ინიციატივაში მორალური ქრისტიანული რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა რა ითვლება? თქვენ როგორ მიგაჩნიათ? მოითხოვეთ რომ არ იყოს რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა. ხო ამაზე არის საუბარი. მაგალითად, შანგრილას აშენება საპატრიარქოს გვერდზე რელიგიური გზნობების შეურაცხყოფა. მაგალითად იმიტომ რომ მაგალითებით საუბარი ყოველთვის უფრო საინტერესოა. დიახ, კონკრეტული მაგალითი მაინტერესებს. დისკრეცია ძალიან ხშირად ძალიან ქვეყანაში სასამართლოს და მოსამართლის დისკრეცია, რომელიც განსაზღვროს ხოლმე ამას. ამიტომ გარკვეული საზოგადოებაში გარკვეული აზრი არსებობს, მაგრამ ძალიან ხშირად ეს დისკრეცია სასამართლოს, როგორც ეს ვთქვათ, მესამე ხელისუფლებას მიეცემა ხოლმე. ამიტომ ამაში ქალბატონია, რომელიც ძალიან ღვაწლმოსილი იურისტია და მეთანხმება, რომ ეს ძალიან ხშირად სასამართლოს ეძლევა ეს დისკრეცია განსაზღვროს. არა, თქვენ რას ფიქრობთ? აი რა მიგაჩნიათ ეს მაინტერესებს. ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული გარკვეული მორალი არის მორალი და სხვათა შორის ის რასაც ქალბატონი თეალაპარაკობს, იმიტომ რომ 20-მე საუკუნის ბოლოს ადამიანის ძირითადი უფლებები თუ კი რამე არსებობს ამ სოფლიოში და კაცობრიობას შექმნა, სწორედ ქრისტიანულ ეთიკას ებრძნებოდა. ოღონდ ძალიან ბევრმა ეს გაიგო გადახრათ, რომ თვითონ ბრძოლა, ასე ვთქვათ, ამ ეთიკასთან და ასე ვთქვათ, ანუ ადამიანის უფლებების და ძირითადი ასე ვთქვათ, ღირებულება ადამიანი როგორც ღირსება ეს საიდან მოდის ხალბატონი თეა თქვენ ალბათ იცით ამის შესახებ ეს ყველაფერი ეფუძნება ქრისტიანულ ეთიკას და ამიტომ ეს მეორე მხარეს გადაყუნვა კიდე ამის მე ვფიქრობ რომ არასწორია ამიტომ ნუ იქნებით იმაზე უფრო ლიბერალი იმაზე უფრო დემოკრატი იმაზე უფრო ფუნდამენტალისტი ლიბერალი ვიდრე ძალიან ბევრი საერთაშორისო სტანდარტებს უსქმნი და იმას ვერ გაუგიათ რა არის ასე სტანდარტები ამიტომ რა საერთაშორისო სტანდარტებს რას ეფუძნება ადამიანის ყველა ეს დოკუმენტი ეფუძნება იმ საერთაშორისო სტანდარტებს იმ რელიგიურ ღირებულებას რომელიც ჩამოყალიბდა ევროპაში საუკუნეების განმავლობაში თუ არა თქვენგან განსხვავებით ამ შემთხვევაში მე ნამდვილად ვთვლი რომ ქრისტიანული ასე ვთქვათ რელიგია
არ მოდის წინააღმდეგობაში და პირიქით კი. თანხwebdriverშია სულ ლიბერალურ თანხwebdriverშია. ღირებულებებთან, აქედან გამომდინარე თქვენგან განსხვავებით. გააჩნია ღირებულებებს. გააჩნია ჩემო ბატონო. ხალბატონო, თეა ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში არის ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს ყოველთვის დილემა. ასე თქვა, არის ღირებულებითი მომენტი და არის ადამიანის უფლება. ყველა საზოგადოება ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას, ხალბატონო თეა. აუცილებლად. ეხა, იცი რა, გასაცდელი არ არის, ვინ რა გამოჩენს და ვინ არა. იმდენი აბსურდი და სისულელე ელაპარაკეთ, სამწუხაროდ ვერ გაგაჩერეთ. ამიტომ ძალიან ხო, ეხა თქვენ დამიწესეთ აქ მე ვინ გამაჩერებს და ვინ აფილაპარაკებს. სისულელები რატო ლაპარაკობთ? მაგარი ლიბერალი ხარ. ძალიან ორი მსმენელი გველოდება დიდი ხანია მოუწევთ. გასაგებია რომ გველოდება მოусმოთ კი ბატონო და შემდეგ. ჩვენ დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ ცოტა ხანს კიდევ ვიქნებით ეთერში. გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა. დიახ. გამარჯობა. ენაცალე ძალიან ძვირია ეთერი. ხალხი ცდილობს რაღაცა მოხდეს და რაღაცა ჭკვიანური თქვას, რაღაცა სად ნახეთ ეს ხალი ასეთი უხამს ეგ ორგულეში შეურაცხყოფებს ნუ მიაყენებთ, რა ვიცი. არ არის პრობლემა, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ჩემს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი, რომ აბსოლუტურად მზად ვარ ესეთი ტიპის გამონათქვამების მოსმენისთვის. კიდევ ერთი ზარი გვაქვს, გამარჯობა გისმენთ. მოგესალმებით. დიახ. მოგესალმებით. დიახ, გისმენთ. გისმენთ, გამარჯობა. ეთერში ვარ? დიახ. აი ბატონო მერაბ, იცით რა არის, უნდა შეარჩიოთ საერთოდ რესპონდენტები რო გამოგყავთ საერთოდ რადიოში. როგორ შეიძლება თია თუთფერიძემ მორალზე მართლმადიდებელ ქრისტიანობაზე და საერთოდ ილაპარაკოთ ამის შესახებ. იცით რა არის, აი პიტაპირ ნერვებს აწყვეტავს ხალხს. როგორ შეიძლება მაგით ასე სხვას მოპიტაპირეთ და ილაპარაკოს მაგან საერთოდ მორალზე და მაგან ახსენოს საერთოდ ჩემი უწმინდეს უნეტარესი ილია მეორე არტა. კარგ, გასაგებია თქვენი მოსაზრება, დიდი მადლობა, თეა თუ გასცემ პასუხი. არაფერი აპასუხი უნდა გავცემ. ილია მეორე შეუძლია მისთვის არის უწმინდეს და უნეტარესი, ჩემთვის არის უწმინდეს და უნეტარესი და ქვეყნის ერის სულიერი მამა არის ამბროსი ხელაია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კირიონ საძაგლიშვილი, მე ამ ადამიანებს უხმოდრეკილი ვცემ პატივს განსხვავებით ილია მეორისგან, ის ვერასდროს ვერ იქნება ჩემი სულიერი მამა. თქვენი პოზიცია გასაგებია, თუ შეიძლება საკითხი. მე რა ვარ ეს თქვენი გადასაწყვეტი, არა რომ მე თქვენგან განსხვავებით. შენ რა იცი, მე რა ვარ, ჩემო კარგო, შენ რა იცი. ჩვენ ვასრულებთ გადაცემას. მე არასოდეს არ მიმანიპულირებ ჩემი რელიგიური გრძნობებით. ლევან, თქვენთან მაქვს ბოლო შეკითხვა, სახალხო დამცველის განცხადებას ალბათ გაეცანით. მე წავიკითხავ სირი ამონარიდეს აქედან. კი ბატონო, წავიკითხავ. სახალხო დამცველის განცხადებით აღნიშნულ დოკუმენტს საუბარია თქვენს ინიციატივაზე. საკანონმდებლო ინიციატივის ძალა ჯერ არ გააჩნია, თუმცა მიუხედავად ამისა, მას ცალსახად მიუღებლად მიაჩნია მსგავსი ცვლილებების საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელება, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მოქალაქეთა მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს გამოვლენილ ნებასთან, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებში. შემოთავაზებულ ცვლილებებზე არანაკლებ შემაშფოთებლად მიმაჩნია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მისი წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც გამსჭვალული იყო ჰომოფობიური სულისკვეთებით. სამწუხაროდ მათ მიერ გაკეთებული განცხადების ნაწილი შეიცავდა სიძულვილის ენას, რომელიც მიმაჩნია, რომ ხელს უწყობს საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების წახალისებას, რაც სექსუალური უმცირესობების შეურაცხყოფისა და საზოგადოებიდან გარიყვის საფრთხეს ქმნის. რამდენიმე დღის წინ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე ისეთი განცხადებების გაკეთება, რომელიც ჰომოსექსუალიზმის გახსნილობასთან, გაყრნილობასთან და გაუკუმართებულ წესთან ათანაბრებს, ხელს უწყობს საზოგადოებაში არასწორი სტერეოტიპების დამკვიდრებას და ახალისებს დისკრიმინაციას, მიიჩნევს სახალხო დამცველი. თქვენი პასუხი როგორ იქნება და ამით დავასრულებ. მე მგონი რომ სახალხო დამცველი ამით ჩემი გამოხატვის უფლებას ხელხობს, როდესაც მე მაქვს უფლება გარკვეული შეფასებები გავაკეთო, ეს არის ჩემი ფაშისტური და ქსენოფობიური. რა არის ფაშისტური? აი ეს თქვენი გამონათქვამი. რა გამონათქვამსაც თქვენი პარტიის ლიდერი აკეთებს. სექსუალური უმცირესობა არ ჯდება მორალურ სტანდარტებში, ეს არის ფაშიზმი? კი, ეს არის ფაშიზმი. თქვენი გამონათქვამები. კარგი, ჩვენ თავიდან ვიწყებთ გადაცემას ამაზე. როგორ ჩანს თქვენ საოცარი რამე მოვისმინე. კი, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ჯდება. ყველა თქვენი გამონათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ქსენოფობიური და ფაშისტური. მორალი
მე ჩვენ ესე გვესმის. ეს არის ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული თქვენ ქცევის წესი. მორალი რაც გესმის შესაბამისად, ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებულ ქცევის წესებში ეს არ ჯდება. ამიტომ ეს არის თქვენი აზრი უბრალოდ თეა ჯობია რომ დაწყნარდეს. თეა ძალიან მშვიდად არის თქვენ ნერვიულობთ. მე არ დამნერვიულობ. მე მინდა გეტყობოდათ ვერ გაჩერებდნენ ეთერში ერთი ქვეზე ვდარდო. თქვენი საკუთარ თავზე იდარდეთ მე არავის რელიგიურ ძელებს არ შეურაცხყოფ მე ჩემი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას რასაც მაქვს არონი ყოველთვის ფუნდამენტალიზმის სწორედ ფაშიზმისგან განხორციელებას და თქვენ ვარსებობთ თავისთავად დემოკრატების და თქვენარი ადამიანები ყვებამე სწორედ იმ ფუნდამენტალიზმს რომელიც ჩემთვის არის მიუღებელი ფაშისტი ქრისტიანები თქვენ რასაც აკეთებთ სწორედ ყვებავთ ესეთ ფუნდამენტალიზმს მოგიწოდებთ რომ პარტიის სახელი შეცვალოთ ფაშისტი ქრისტიანები ან ქსენოფობი კარგი დიდი მადლობა ლევან პირველი მოკავშირეები ფუნდამენტალისტების ხართ ძალიან მოგიხდებათ ეს სახელწოდებები, ვიდრე ის, რასაც ირქმევთ დემოკრატიასთან თქვენ აბსოლუტურად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ლევან, თქვენი პასუხი დაასრულეთ სახალხო დამცველის განცხადებას ნაკოში. ჩემ მაქვს უფლება გამოვხატო. კარგი. გასაგებია. მე მიგინები არავის. მე ვთქვი რომ ეს აჯდება ქრისტიანულ ეთიკაში. განცხადების გაკეთების უფლება დეპუტატს, რომელიც გავარკვიო სახალხო დამცველებთან რატო ჩათვალა მან რომ ეს დიდი მადლობა. დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავ ჩვენ განაცემის სტუმრები, უბრალოდ სენერს ვეთყვი, ვინც სტუმრების შერჩევის გამო საყვედურობს. მე ვიტყვი რომ ჩემი გადაცემის თემა დღეს იყო სექსუალური უმცირესობის უფლებები. ერთ-ერთი ჩემი სტუმარი იყო ინიციატორი ამ საკითხის და სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ ის ქრისტიან-დემოკრატები. ქალბატონი თეა მათ უფლებებს იცავს და სწორედ ამიტომ მოვიწვია ის მეორე სტუმრად. ეს იყო სტუმრების შერჩევის კრიტერიუმები თემიდან გამომდინარე. დიდი მადლობა ჩვენ დავასრულეთ გადაცემა. ლევან ვებხვაძე, ლევან ვებხვაძე, თუთბერიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები, თქვენ მორალური უსმენდით და უსმენდით გადაცემას რეზიუმე. დიდი მადლობა. იმის უფლებას რომ ბოლოს სიტყვა თქვენ მოასმენდეთ დიდი მადლობა და დაასრულებთ ამბავს. კითხვები, რომლებიც თქვენ გიჩნდებათ, თემები, რომლებზეც საზოგადოებაში საუბრობენ, მოვლენები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ხდება, ჩვენ თქვენთვის ვაჯამებთ. ყოველ სამუშაო დღეს გადაცემა რეზიუმე. მე რავი მეტრეველთან ერთად.